სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვას სვავს ჯეიმი, აზიური წარმოშობისა, როგორც ეთყობა, ფილიპინელი ან კუნძულელი შეიძლება იყოს, სამუელები ბევრი ცხოვრობენ ამერიკაში, აი ეს მსახიობი რომ არის ხომოჭიდავე, ახლა ძალიან ცნობილი მსახიობი როკი სამუელია და ბევრი არიან ამერიკაშიც, იმიტომ არის ამერიკული სამოა, არის დასავლეთი სამოა, ავსტრალიაშიც იყვნენ ბევრი, შეიძლება ამ იმიდან არის წამოსული ჯეიმი. ზოგს ჯეიმი ქვია, მაგრამ იგივე ჯეიმსი არის, ან ჯიმი იგივე არის, რომელიც ქართულად იაკობიც არის, ხო? რომ იცოდეთ ეს ინგლისური ვარიანტი იაკობის. და ბიბლიაში ხვდება ეს სახელი იაკობი. და ინგლისური ვერსია არის ლათინიზებული ეს ჯეიმსი. რამდენ დროს უთმობთ ბიბლიის შესწავლას და რა ინტერესობით აკეთებთ ამას. ეხლა უბრალოდ მე მინდა შევნიშნო, რომ ჯონ მაკარტური თუ შეატყვეთ ბოლო იმას და მე დავაფიქსირე, მე შევნიშნე, ადრე იმდენი არ შევნიშნე, ბოლო სესიებში ძალიან კომპაქტურად არ ცდილობს, რომ გაწელოს პასუხი. როცა ადრეულ იმეებში შეიძლება უფრო ფართო პასუხს იძლეოდა. ამიტომ მე ყოველთვის შევავსებ ხოლმე იმას, რაც მე ადრე მაქვს მოსმენელი, ისე რომ ვინც მოიცმეს ამას პირველად, რომ იცოდეს უბრალოდ ინფორმაცია და ზოგჯერ შეიძლება რაღაცა გამოტოვების რეჟიმიდან კომპაქტურად ცდილობს რომ მოკლე პასუხები გაცეს, რათა მეტი კითხვაზე მოასწროს პასუხების გაცემა და მეტი ადამიანი მიიღოს მონაწილეობა. ახლა მოდით მოვუსმინოთ ამას, რასაც იძახის. რამდენ დროს უსმობთ ღვთის სიტყვის შესწავლას. ანუ რამდენად ხშირად უთმობ, ხომ დროის სიტყვის? დიახ, ეუბნება ჯეიმი, ჯონ მაკარტური. ყოველდღე. კიდევ ერთხელ ეს არის ის, რასაც ვაკეთებ. და როგორც ადრე ვთქვი, მე ავირჩი ამის გაკეთება, რათა შემეძლოს იმის გაკეთება, ვისაც მე ვემსახურები. ეს სინამდვილეში ძალიან პირადი საქმეა ჩემთვის. არ ვიცი, არსებობდა თუ არა რაიმე ადამიანური მიზეზი, რის გამოც ასე ძალიან ვიყავი შეპყრობილი ბიბლიის გაგებით. ფიქრობ, ეს არის ის, რაც უფალმა გააკეთა ჩემს გულში. ეს მისი დამსახურება, მე ვიყავი როგორც ჩვეულებრივი ნებისმიერი სხვა ბავშვი, მე ვიყავი ქრისტიანი, მამაჩემი იყო მოძღვარი და მე მწანდა ჭეშმარიტების. მე მიყვარდა უფალი. მაგრამ მე რატომღაც შეპყრობილი ვიყავი ბიბლიის უფრო დეტალურად და სიღრმისეული გაგებით. და სინამდვილეში, როდესაც 1969 წელს გრეისის ეკლესიაში მივედი, მიზეზი რის გამოც ეს მიხაროდა, რომ საბოლოოდ მოძღვარი გავხდი და მე მომეცემოდა საშუალება, რომ ახალი აღთქმა დეტალურად მუხლი-მუხლზე შემესწავლა. და თავიდანვე ეს გულში მქონდა ამის გაკეთების სურვილი. და მინდოდა ყველა მისი ნაწილის გაგება, რადგან ვიცოდი, რომ ღვთის სიტყვა, ყოველი სიტყვა ჭეშმარიტ და წმინდა იყო. და საოცარი უფალ მომცა საშუალება, აქ დარჩენილიყავი საკმარისად დიდხანს, რომ ამისათვის მთელი დრო ამისათვის გამომეყო. მაგრამ ეს იყო ბიზანი თავიდანვე. ახლა ამის გაკეთება ყოვლისმომცველი გამოწვევა კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე და ინტენსიურად. ეს მაიძულებს, რომ ღვთის სიტყვა შევისწავლო. და როდესაც პირდაპირ მაგალითად შეიძლება არ ვკითხულობდე ბიბლიას, ხო? რაღაც კონკრეტულ პასაჟს. მე აუცილებლად მუდმივად ვკითხულობ ძალიან ბევრს თეოლოგიას და ასევე დოქტრინაში. ასევე ვკითხულობ ყველაფერს ბიბლიასთან დაკავშირებულს, ქრისტიან ადამიანებზე და საერთოდ მიყვარს კითხვა, რადგან ეს არის ჩემი ცხოვრების ყოვლისმომცველი რეალობა. ამ გაგებით ჩემი დრო ღვთის სიტყვაში ძალიან დიდი იქნებოდა, შესაძლოა ქადაგებლისთვისაც კი, რადგან 5 წლის განმავლობაში ერთ ეკლესიაში, უბრალოდ 50 წლის განმავლობაში ერთ ეკლესიაში იქადაგებ, წახვალ შეგიძლია აიღო ეს ქადაგებები და ამ განმავლობაში მთლიანად გადასცე და გაუზიარო შენს მრევლს, ხო? მაგრამ თუ ერთი და იგივე ადგილზე ამდენი ხანი რჩები, მაშინ ადამიანმა შეიძლება ყველაფერი მოისმინონ, ხო? და უკვე გიწევს შენ რაღაცნაირად ერთგვარად გამეორებაც. და მე ვცდილობდი, რომ როცა უბრუნდებოდი ბიბლიურ ადგილებს, მე არ მინდოდა, რომ გამეორება მომხდარიყო ჩემში. არ გამემეორებინა საკუთარი თავი. იმიტომ რომ ვიცოდი, რომ ღვთის სიტყვა აბსოლუტურად ამოუწურავია. და ეს ყოველთვის ჩემი დიდი სიხარულია და მე მესმის, მე ფსალმუნიც, რომელიც მე 18 ფსალმუნში ამბობს, რომ ღვთის სიტყვა ჩემთვის უფრო ძვირფასია ვიდრე ოქრო, ვიდრე უფრო წმინდა ოქრო და ასევე უფრო ტკბილია ვიდრე თაფლი ფიჭიდან, ხო, ბაჯაღლო ოქროზეა ლაპარაკი. არაფერია ჩემთვის უფრო სასიხალო ვიდრე წმინდა წერილის ჭეშმარიტების გაგება, რომელიც ავლენს ღვთის ბუნებას, მის ხასიათს, ხსნის მის განზრახვას.
დღესაც ისივე აღმაფრთოვანებელია და სასიამოვნო, როგორც მაშინ იყო, როდესაც მე პირველად დავიწყე აქ ამ ეკლესიაში ქადაგება. ახლა თუ თქვენ რაიმით ხართ გატაცებული, მაშინ უნდა გირჩიოთ, რომ რაც შეიძლება მეტი იკითხოთ ბიბლია. მაგრამ ასევე უნდა იყოთ ეკლესიაში, სადაც შეგიძლიათ მოისმინოთ და ისწავლოთ და ისარგებლოთ ყველაფერი იმისაგან, რასაც მოძღვარი აკეთებს და მოძღვარი ამზადებს ამას. და მიყვეთ იმ ქადაგებასაც, რომელსაც ის გაძლევთ და მე სახში კიდევ გააგრძელოთ ამის კარგად შესწავლა. სწორედ ამიტომ მოდიხართ ეკლესიაში, რადგან მე ვცდილობ მოვამზადო ღვთის სიტყვა და მოგაწოდო თქვენ ის დაღეჭილი და კარგად გარჩეული. ეს არის სულსაც საკრებულოს საქმე, ხომ? ეკლესიის საქმე. რათა ის რისი გაკეთებაც დამოუკიდებლად შეიძლება თქვენ არ შეგიძლიათ, რომ გახდეს ეს საგანძური, რომელიც მოგეცემათ იმისგან, ვინც გასწავლით მას და ვისაც უფრო მეტი დრო აქვს ამისათვის გამოყოფილი. კარგით? დიახ, მადლობა პასუხისათვის. და მე დავამატებდი ამას, რაც მომისმენი ადრე ჯონ მაკარტურისაგან, რომ როდესაც პირველად დაიწყო მან, პირველ ასე თქვა პერიოდში, ის დღეში 8-10 საათს ანდომებდა ამას, მეცადინეობას და ბიბლიაზე მუშაობას. როცა ქადაგებებს ამზადებდა თეოლოგიურ სწავლებაში და დროთა განმავლობაში მე გზადაგზა, ხომ? უფრო შეიძლება 4 და 6 საათი უკვე დავხარჯო ბიბლიასთან კითხვაზე, იმიტომ რომ ბევრი რამე უკვე იცოდა, ხომ? მაგრამ მიუხედავად იმისა, ეხლაც ინტენსიურად სანამ გარდაიცვლებოდა 4-6 საათს ანდომებდა მას. და ყოველთვის იყო ეს უფრო ღრმა, იმიტომ იყო ყოველთვის ეს დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ეგზეგესის ბერძნულ ებრაულ ენაზე მუშაობდა და უღრმავდებოდა ორიგინალებს, ტექსტების ორიგინალებს. ეს მინდოდა უბრალოდ გამეხსენებინა თქვენთვის, ვინც ამას ისმენს. მადლობა მოსმენისათვის.